თბილისის მერობის კანდიდატმა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დედაქალაქში კიდევ ერთი შეჩერებული სამშენებლო ობიექტი დაათვალიერეს. ნავთლუღში ახალი თანამედროვე სადგურის მშენებლობა მიმდინარეობდა, რომელიც ბიზნეს ცენტრი უნდა ყოფილიყო. გიგი უგულავამ და ნიკა მელიას თქმით, დაკონსერვებული მშენებლობები სამუშაო ადგილების დაკარგვას იწვევს. რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვახსოვს, რომ მთავრობა დაკვირდა, რომ რკინიგზის გადატანის პროექტი, რომელიც ივანიშვილმა, პრემიერმა ივანიშვილმა გააჩერა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, გაგრძელდებოდა. ესეც სამწუხაროდ მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენ ხედავთ, რომ არც რკინიგზის გადატანის სამუშაოები, რომელიც 80% უკვე გაკეთებულია, არ მიმდინარეობს და საერთოდ დაკონსერვებულია ნავთლუღის ეს რკინიგზის სადგურის მშენებლობა. ეს ადგილები იკარგება, არ იქნება ახალი სამუშაო ადგილები, ვინაიდან ესეთი პროექტები თუ გაჩერდა, ყველაფერი არის მიბული იმ მასშტაბეს, ასე ვთქვათ, სარკინიგზო პროექტთან, რომელიც უკავშირდება რკინიგზის შემოვლით პროექტს. 19 თვით დაკონსერვდა, შესაბამისად 19 თვით დაიკარგა შანსი, რომ აი ამ ობიექტზე 1000 ადამიანი იყოს დასაქმებული.